განვლილი 2024 წელი გლობალური საფონდო ბირჟებისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, რაც ძირითადი ინდექსების რეკორდული ზრდით და ტექნოლოგიური სექტორის ფენომენალური შედეგებით იყო განპირობებული. კომპანიების საბაზრო შეფასების მკვეთრი ზრდის ფონზე ბუნებრივია წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი დამფუძნებლების და აქციონერების რაოდენობა. ამჯერად წარმოგიდგენთ იმ მილიარდერების რეიტინგს, რომლებიც 2024 წელს ყველაზე მეტად გამდიდრდნენ. რეიტინგის სათავეში პლანეტის ისტორიაში ყველაზე მდიდარი მეწარმე ილონ მასკია, რომლის ქონების შეფასება ერთ წელიწადში 223 მილიარდით გაიზარდა და ის ამჟამად 452 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2024 წელს ილონ მასკმა არაერთი რეკორდი დაამყარა, მათ შორის ქონების მოცულობის ზრდის ტემპთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებასთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, მასკი ამერიკის ახალი პრეზიდენტის მარჯვენა ხელი და მთავარი დონორია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში სავარაუდოდ მისი კომპანიები სასათბურე პირობებში იქნებიან. ეს კი ინვესტორების განწყობაზე პოზიტიურად აისახება. წლის განმავლობაში ტესლა საბაზრო შეფასება 75%-ით გაიზარდა და მან რეკორდულ $1.420 მილიარდს მიაღწია, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია. ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის გარდა, ილონ მასკი კიდევ ერთ ტექნოლოგიურ კომპანიას, SpaceX ფლობს, რომლის შეფასებამ წელს რეკორდულ $350 მილიარდ მიაღწია, რაც მას პლანეტის უმსხვილეს სტარტაპად აქცევს. საერთო ჯამში ვხედავთ, რომ 2024 წელი ყველაზე დიდი სარგებლის მომტანი სწორედ ილონ მასკისთვის იყო, რომელმაც არჩევნებში ტრამპის გამარჯვებაზე უდიდესი ფსონი დადო, რომელმაც გაამართლა. 2024 წელი განსაკუთრებით სარგებლიანი იყო მეტას დამფუძნებლისთვისაც, რომლის ქონების შეფასება 84 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ის ამჟამად 212 მილიარდს შეადგენს. Facebook-ის, Instagram-ის, WhatsApp-ისა და Oculus-ის მშობელი კომპანიისთვის 2024 წელს ბევრი რამ შეიცვალა. თავარი კი ხელოვნური ინტელექტია, რომელმაც მეტას შესაძლებლობების გაზრდის საშუალება მისცა და ტექნოლოგიური გიგანტი განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა. გარდა ამისა, გასულ წელს ამერიკის მთავრობამ ჩინური TikTok-ის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც თუ ძალაში შევიდა, მარკ ცუკერბერგის კომპანიას სოციალური ქსელების ბაზარზე დარჩენილ ერთადერთ მონოპოლად აქცევს, რასაც მეტას ინვესტორები სიხარულით შეხვდებიან. აღნიშნულ სიახლეებთან ერთად ცუკერბერგმა წელს საზოგადოებას ყველაზე მაღალტექნოლოგიური პროდუქტი ახალი AR სათვალე Orion-ი წარუდგინა, რომელიც ჭეშმარიტად რევოლუციური ინოვაციაა. საერთო ჯამში წელს მეტამ 73%-იანი აღმასვლა დააფიქსირა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $1.5 ტრილიონიან ნიშნულამდე გაიზარდა. AI ბუმის ფონზე 76 მილიარდი დოლარით გამდიდრდა მეწარმე, რომლის მიერ დამფუძნებულმა კომპანიამ 2024 წელს ყველა რეკორდი მოხსნა და რეიტინგში პირველი ადგილიც კი დაიკავა. ცხადია, საუბარი გვაქვს Nvidia-ზე, რომლის აქციების ღირებულება 2024 წელს თითქმის 200%-ით გაიზარდა და პიკურ პერიოდში კაპიტალიზაციამ $3.620 მილიარდ მიაღწია. Nvidia-ს რეკორდული აღმასვლის ფონზე Jensen Huang's ქონება $120 მილიარდ მიაღწია, რასაც ის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გამოჩენას უნდა უმალდო. შესანიშნავი წელი ჰქონდა ლარი ელისონსაც, რომელიც ტექნოლოგიური გიგანტის Oracle-ის დამფუძნებელია. ელისონის ქონება 2024 წელს $67 მილიარდით გაიზარდა და საერთო შეფასებამ $190 მილიარდ მიაღწია. მისი მეგობრებისა და კოლეგების მსგავსად, ელისონის გამდიდრებაც ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება, რომელმაც Oracle-ის პლატფორმას განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის საშუალება მისცა, რამაც კომპანიის შეფასება $500 მილიარდამდე გაზარდა. სხვა ტექნოლოგიური გიგანტების მსგავსად 2024 წელი გამორჩეულად კარგი იყო Amazon-ისთვისაც, რომელიც მართალია ელექტრონული კომერციის პლატფორმითაა ცნობილი, თუმცა ამასთან cloud ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშეა. სწორედ Amazon-ის ტექნოლოგიური მიმართულების AWS-ის წარმატებას უკავშირდება ის 50%-იანი ზრდა, რომელიც 2024 წელს კომპანიამ დააფიქსირა. ამჟამად Amazon-ის შეფასება $2.350 მილიარდი ფარგლებში მერყეობს, მისი დამფუძნებელი კი 2024 წელს $66 მილიარდით გამდიდრდა და ამჟამად ჯეფ ბეზოსის შეფასება $253 მილიარდ აღწევს. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ 2024 წელს ყველაზე დიდი სარგებელი იმ კომპანიებმა და მილიარდერებმა მიიღეს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს ყველაზე აქტიურად იყენებდნენ. რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგანაც AI 1000 წლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციაა და ეს ტექნოლოგიურმა ტიტანებმა, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად იციან.